ნებისმიერი მოხსნარება არის უკვე შედეგი. შედეგს უკურნალობდით, მაგრამ პრობლემა რჩებოდა. ყველაზე მეტად პროცენტულად ჩვენ გვაქვს ახლა ეს პრობლემა. სიცოცხლეში ძალიან ცოტა ადამიანი ხვდება, სანამ ცოცხლებს კერამდე დავიდა. ახალი ადამიანის დაბადებას უყურებთ ხოლმე რა. თურმე რა ბრილიანტია შიგნით, თურმე რა იმალები. საოცარი თითქმის ყველაში. ნუ აი მყარი მოსულა ადამიანი რა და როგორ ნელ-ნელა ჩვენ თვალწინ ცოცხლდება და საერთოდ სხვა ადამიანი ხდება. მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ Zen ცენტრში პოდკასტების სერიას, რომელსაც უწოდებთ რეჰაბიტაც და დღეს ვისაუბრებთ მე მარინა კაჭარავა, Zen ცენტრის ფსიქოთერაპევტი და კონსულტანტი ჯუნა თუთფერიძე. მოგესალმებით. გამარჯობა ჯუნა. გამარჯობა. დღევანდელი საუბარი ეხება დამოკიდებულებას და ალბათ ეს ის არის, რაც ყველას გვაწუხებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანი თურმე არის ის არსება, ერთის მხრივ თითქოს მას ბევრი რამ შეუძლია და კოსმოსში დაფრინავს, მაგრამ მას ხშირად უჭირს საკუთარი თავის მართვა და საკუთარ თავთან ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურმე ადამიანს ჭირდება საყრდენები, ჭირდება დამიწება, ჭირდება რაღაცა ისეთი, რაც მას მისცემს ძალას, ზურგს. ეს დაბადებიდან ესეა. იმ კრიზისულ პერიოდებში თავდაპირველად ეს არის ოჯახი, დედა, მამა, მერე ის სოციუმი და მერე საკუთარ თავშიც უკვე პოულობს ამ საყრდენებს ნელ-ნელა და რაღაცნაირად ფორმირება ხდება მისი დამოუკიდებელ პიროვნებად. ზოგადად დამოკიდებულების პრობლემა შენ როგორ ატყობ, საიდან იწყება უფრო, რა ასაკიდან? აი თქვა ჩვენს გარემოცვაში რა ხდება? ზოგადად კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამარჯობა ჯუნა. საინტერესო თემას განვიხილავთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემა არის, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულების პრობლემა და თვითონ ცნობიერების ამაღლება არის საჭირო თუ რა საერთოდ რა პრობლემასთან გვაქვს შეხება. საიდან იწყება ალბათ ბავშვობიდან. რა აქ ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს რა. იმიტომ რომ დამოკიდებულება შეიძლება ასევე იყოს, ანუ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები მოიცავს დაავადება, დამოკიდებულება რა. ასევე თქვენს გეცოდინებათ, რომ ეს პრეფრონტალური ტვინის ქერქის ჩამოუყალიბებლობა იწვევს დამოკიდებულებებს და ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ადამიანი შეიძლება დაიბადოს ესეთი, სხვანაირი ინდივიდუალურად პროცესი იყოს, რომ სხვანაირად კონდეს მოწყობილი ტვინის ქერქი და არ მოხდეს ამის განვითარება ისე როგორც ნორმალურ ადამიანს აქვს და აქედან შეიძლება კონდეს მიდრეკილება დამოკიდებულებების მიმართ. ჯუნა, სულ მაინტერესებს ეს კითხვა. ამას უსვამ ჩემ თავსაც და ალბათ ნებისმიერ ადამიანმა რომ დაუსვას თავის თავს. რა შეგვეძლოთ, რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, რომ ეს თავიდან ავირიდოთ, ხო? ერთის მხრივ რა შეუძლია მშობელს, მეორეს მხრივ რა შეუძლია თვითონ ადამიანს და მესამეს მხრივ რა შეუძლია საზოგადოებას. შეგვიძლია კი ეს თავიდან ავირიდოთ. აი თქვენ ახსენეთ პრეფრონტალური კორტექსი და ეს მართლაც ეს არის ნაწილი, რომელიც ითვლება, რომ პასუხისმგებლობაზე აქვს პასუხისმგებლობა, ანუ გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და დიახ, არსებობს გენეტიკური მიდრეკილებები, რომელსაც როგორც მოცემულობას ისე ვიღებთ. იმიტომ რომ აი 10 ადამიანმა რო გასინჯოს ერთი და იგივე რაღაც ნივთიერება, 10-დან 10-ვე არ გახდება დამოკიდებული. აქედან შეიძლება 2 გახდეს ან 3 და ის დანარჩენი 7 რაღაცა თავის გზას სხვაგან იპოვის. და როგორც ამბობენ გენები განაპირობებენ და გენები და სიტუაცია განაპირობებს ჩვენს რაღაცა ტიპის ქცევაზე დამოკიდებულებას. ერთის მხრივ გენები თითქოს ეძებენ იმ რაღაცა იმ ნივთიერება იქნება ეს თუ ქცევითი პატერნი სულ ერთია და სიტუაცია და გენები ერთად გვსვამენ ამ ქცევაზე. რა თქმა უნდა, ამ დროს თითქოს პიროვნება იკარგება, ხო, სად არის პიროვნება? მაგრამ გენები ხო ეს მოცემულობა და რომელიც ყველას გვაქვს ჩვენ. სიტუაციაც ხო ყველასთვის მოცემულობაა და მაშინ რა შეა საქმე, რომ ვიღაცა ამას
ირჩევს და ვიღაცა ვერ ირჩევს და ეს არჩევანი არის თუ არა არჩევანი, აი შენ როგორ ფიქრობ? ეს ცნობიერი არჩევანია თუ ეს არის ცნობის მოყვარება, ეს არის მიმბაძვა, ეს არის შთაგონება, რა შეიძლება ეს იყოს? ნუ დაწყებითი ამბავი ალბათ ცნობის მოყვარება. მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, რა შეიძლება ბავშვური ტრამვები, გადაუმუშავებელი უყურადღებოდ გაზრდილი ნაკლებ სიყვარულით, ან შეიძლება პირიქით ზედმეტი სიყვარულიც კი იყოს გამომწვევი იმისა, რომ ადამიანს გაუჩნდეს მიდრეკილება დამოკიდებულებების მიმართ. ჩემი აზრით არჩევანი ადამიანს ამ შემთხვევაში არ გააჩნია რა. იმიტომ რომ დამოკიდებულება არის როგორც ვიცით, დაავადება. ამ დაავადებას ადამიანები არ ირჩევენ, მაგრამ გამოჯამთელების პროცესი შემიძლია აქ ვთქვა, რომ უკვე ადამიანის არჩევანია და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს რაღაცა ისეთი მეთოდები, რომელიც გამოჯამთელების პროცესს უზრუნველყოფს რა. ასევე მინდა შევეხო იმ თემასაც, რომ დამოკიდებულება არის ქრონიკული, პროგრესირებადი და ნუ სამწუხაროდ თვისებიანი საკმაოდ. და სამწუხაროდ მომაკვდინებელი დაავადება რა. მაგრამ არც ისეთი საშიში თუ ადამიანი გადადგავს ნაბის გამოჯამთელებისა. კენ, ამიტომ კიდე გავიმეორებ, რომ არჩევანი ესე ადამიანს არ აქვს. იქნება თუ არა დამოკიდებული. სხვათა შორის ჯუნა, ეხლა მაგას რომ ამბობდი, იცი რა გამახსენდა, რომ ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის ესე პირად საუბარში, იგივე ციხეში როცა ვმუშაობდნენ რაღაცა, რომ აი ზუსტად ამ ფრაზი რატო არ დაიწყო ის დღე, როცა მე პირველად გავსინჯე და რა იყო ეს, რომ აი თან აბრალებენ სხვას, რომ აი მან მომაწოდა და მითხრა, რომ ეს კარგია და გასინჯე. ამ თქვათ აი მთელი ცხოვრება მძულდა, მამა იყო ნარკომომხმარებელი და მე კიდე ნარკოტიკი მეზიზღებოდა და ნარკომანიც და მე როგორც კი გამიჭირდა, მე აღმოვჩნდი რატომღაც ამ სიტუაციაში. აი ეს ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ზოგადად ადამიანს აქვს და შესაძლებელია კი აბსოლუტურად დაავადებაა რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა არჩევანს მაინც აკეთებს ადამიანი ამ დაავადებისკენ. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენში არის მოწყვლადობა ბევრი დაავადების. ჩვენი ცხოვრების წესით და აზროვნების წესით ჩვენ რაღაც ჩამრთველებს, ტრიგერებს ვრთავთ და ამ ჩამრთველს რო ჩართავ, აი ხო არის ხოლმე რომ ამ გვარში ყველას რაღაც კუჭის ლოლი აქვს, ამ გვარში ყველა ქალებს გასათხოვრები რჩებია. ეს ცხოვრების წესი და პატერნი არის, რომელიც როგორც სცენარი გადადის, ანუ გენეტიკა არ არის მარტო ბიოლოგიური მეცნიერება, ის არის სოციალურიც, ის არის ფსიქოლოგიურიც და ძალიან ხშირად გადმოდის ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონდა, სწორედ იმაში აღმოჩნდები. და გეშტალტში ესე თვლიან, რომ ყველაფერი, სადაც აღმოჩნდები, არის შენი არჩევანი სინამდვილეში. არაცნობიერი არჩევანი, მაგრამ აღმოჩნდები დაავადებაში, როგორც ეს დაავადება ხდება რეალობიდან გაქცევის საშუალება. და რა არის ამ რეალობაში ესეთი მიუღებელი, ესეთი რაღაც რას ვერ ვახერხებთ, ეს ძალიან კარგად თქვი შენ ჯუნა, რომ ბევრი ან უყურადღებობა, ეს დიქოტომია, ან კიდე ძალიან ზედმეტი ზრუნვა. მეურვეობას ვიტყოდი უფრო კარგი სიტყვა, იმიტომ რომ ჰიპერმეურვეობა უფრო კარგად ასახავს, როდესაც მე შენს მაგივრად ვცხოვრობ, აი ყველაფერს გიწყვიტავ. მე რა რო ბავშვი ხარ, არჩევანის საშუალებას არ გაძლევ. ამ მეორეს მხრივ პირიქით საერთოდ ჩემი ცხოვრება მაქვს და მიშვებული ხარ სადღაც მართის ანაბარა თუ რა ვიცი, ეს შეიძლება ქუჩაში ან რა სადღაც, სადაც ახლა შეიძლება ადამიანი გაიზარდოს, მაგრამ არ ეზიაროს ამას და შეიძლება სახლში გაიზარდოს და რო გავა ქუჩაში, მე აღმოაჩინოს ეს როგორც რაღაც. ასე რომ ესე ვერ ვიტყვით, არც ერთი ოჯახი ამისგან დასხვეული არ არის. და რა თქმა უნდა. იმის თქმა რომ აი ხა რაღაცა თუმცა მაინც არის სულ ეს კითხვა შეკიდული, მე ესე ვიტყოდი, რომ რა უნდა რაღაცა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. რაღაცა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. რაღაცაში არის და არის. მე ისევ წეღანას თქვი და მინდა რომ გავიმეორო, იმიტომ რომ მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენ საზოგადოებას ამის მიმართ. რომ ითვლება რომ ეს არის ნებისყოფის არქონა, რომ რაღაცა კაცი არ ახარ შეწყვიტე, რაღაც ნებისყოფა არ გაგაჩნია. ანუ აბსოლუტურად აცთენილია ეს ცოდნა საზოგადოების რეალობასთან რა. მგონია რომ ეგ ძალიან ეხმარება დამოკიდებულ ადამიანს შევიდეს ბოლომდე ამ თავის დამოკიდებულებაში და ნუ მე როგორც თავდება ყველა ვიცით ხო, იგრევა ოჯახები, მოქმედებს ყველაფერზე, ურთიერთობებზე
სამსახურზე, ფინანსებზე, ჯანმრთელობაზე, ყველაფერს ანგრევს ნელ-ნელა. და არის კიდე რომ ეს არ უნდა იყოს სირცხვილი დღეს ეხლა ჩვენთან არის რომ მალავენ ამას ხო, იმიტომ რომ წვენიათ რომ ოჯახში ყავთ დამოკიდებული ადამიანი და ეს არ უნდა იყოს სირცხვილი რა პირიქით მე მგონია რომ ყველა ხმამაღლა უნდა ისაუბროს ამაზე რომ არსებობს პრობლემა არ არის სირცხვილი და გამოჯამთელებისკენ გადადგმული გზა კიდე უკვე სიძლიერის ნიშანია მე ესე ვფიქრობ რა რომ აი ამის აღიარებას ჭირდება ძალიან დიდი გამბედაობა როგორც ოჯახის მხრიდან ასევე თვითონ დამოკიდებული ადამიანის მხრიდან და ასევე ვფიქრობ რომ ოჯახს ძალიან დიდი როლი აქვს რა გვერდში მყოფს ადამიანებს ძალიან დიდი როლი აქვს იმაში რომ დამოკიდებულ ადამიანს უბიძგონ გამოჯამთელებისკენ რა ასე იცახიან, IP-ს ეძახიან, აიდენტიფიცირებულ პაციენტს, მაგალითად ნარკომომხმარებელი, თუ მოთამაშე, თუ რა ვიცი, რაიმეზე დამოკიდებული ადამიანი, როდესაც არის და ხშირ შემთხვევაში ის სისტემა, რასაც ოჯახი ქვია, არის ხან დისფუნქციური და ხან დისფუნქციური. ფუნქციური იშვიათად არის, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ფუნქციური ოჯახები ეს არის ის, სადაც ერთმანეთს ხედავენ, ერთმანეთს უსმენენ, ერთმანეთის ესმით. რაღაცა ხდება შეთანხმება და ძირითადად ცოტა აცდენები გვაქვს და ძალიან ბევრი დისფუნქცია, ბრალდება არის ხშირ შემთხვევაში. შენი ბრალია, შენი გენების ბრალია, შენ რო ეგეთი იყავი, აი შენი შვილიც ეგეთია. ან მეორე მხრივ შეიძლება არა ისე რომ არ აქცევდი ყურადღებას ან ზედმეტ მოგეთ ეს ურთიერთბრალდებაში სისტემა იქნება ესეთი რაღაცნაირი რომ უნდა გამოდიფერენცირდეს ბრალდებული IP და მე იმას მოვკიდოთ ყველა მხელი და წავიყვანოთ ექიმთან როგორც აი შემარცხვენელი ჩვენი ეს არის ამან დაგვაქცია თორე ჩვენიც რა კარგი ოჯახი ვართ ცხოვრებაში არაფერი და ეს არის ის ტყვილი რაშიც ვცხოვრობთ ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ვიწვევთ ამას ის სისტემა რომელიც არის ჩვენი ოჯახი სწორედ იქ ყალიბდება ადამიანი რომელიც გარბის რეალობიდან, იმ ოჯახიდანაც გარბის, როგორც შეუძლია ისე გარბის, იმ რეალობიდან გარბის და მე ჩვენ რას ვაკეთებთ? იმის მაგივრად რომ დავეხმაროთ, ძალიან კარგად თქვი რომ იდენტიფიცირება გიჭირს, მოდი ერთად გავაკეთოთ, ერთად გამოვიდეთ აქედან. თუ კი ის ეცდება, რომ ვთქვათ რაღაცა შეცვალოს, აბა თვალებში შემომხედე, შენ ახლა ისევ მაგას აპირებ, მე ხო ვიცი შენ ხო კაცი არ ხარ და ნახეთ რა არის мотивация რაც შენ თქვი ჯონა ეგრევე ქრება რა აზრი აქვს მაინც თუ არ ჯერათ ჩემი მაინც თუ გონია რომ იგივეს გავაკეთებ და აქ ხო ნებელობის პრობლემაა ნებელობითი ქცევას ვერ ანხორციელებს ადამიანი ისედაც და ყველაზე მეტად აი თავის ტვინის ის რომ ნახოთ რუქა და როდისმე იქნებ ვაჩვენოთ კიდევაც მაყურებელს პირდაპირ ურტყავს სწორედ აი ლიმბურ სისტემას, რომელიც განაგებს ჩვენს ემოციებს, ჩვენს ნებისყოფას, სექსუალობას, გადაწყვეტილების მიღებას, სიამოვნებას და სიხარულს. ანუ ყველაფერს აკარგინებს ადამიანს სინამდვილეში ეს და ის როგორ არის დამნაშავე, ის არის ადამიანი, რომელიც არის ამ შემთხვევაში მთელი დარტყმა აიღო თავის თავზე, ოჯახური რაღაცა აი ამ ქაოსის თუ რა ვიცი რაც გვიან დავარქვათ ამ დისფუნქციურობის მოდი ესე ვიტყვი და შესაბამისად ჩვენ თავში ვერ ვხედავთ პრობლემას და ეს იდენტიფიცირებული პაციენტი არის ჩვენი პრობლემა რომელსაც ასევე ვერ ვხედავთ და გონია რომ ეს არის ის შემარცხვენელი ჩვენი კი ძალიან ბევრჯერ ყოფილა ხო შემთხვევა ჩვენთან მოდიან ადამიანები თქვა მშობლები უღლეები და იძახიან მე არაფერი არ მჭირს ამას თქვენ აღონთ ამას უშველეთ და მე კარგათა ვარ და რეალურად უყურებ და დიდი პრობლემა არის პირიქით ოჯახის წევრებში რა აი ამის კრავს ხელს აღიარება ძალიან უჭირს ადამიანებს რა გაქცევა ახსენეთ თქვენ რეალობიდან და აი მე ვფიქრობ კიდე ერთი მნიშვნელოვანი თემა არის საკუთარი თავისგანაც გაქცევა ხდება არა მარტო ოჯახიდან კონკრეტულად ამ რაღაცა გარე რეალობიდან საკუთარი თავის მიღება ძალიან უჭირს დამოკიდებულ ადამიანს და აი ალტერნატიულ რეალობას ქმნის რეალურად ამ მოხმარებით რა ჩვენ რაღაცა იქით მივდივართ რომ მარტო
ალკოჰოლი ან ნარკოტიკი ან თამაში არის ეს რომელიც ყველას ძალიან ჩანს და დამანგრეველია და მაგიტო არის გამოკვეთილად მე ესე ვფიქრობ და კიდე ძალიან ბევრი სახე აქვს ხო ამ დამოკიდებულებას და გამოვლინება რომელიც არანაკლებ დამანგრეველი ადამიანისთვის და იქ შეიძლება ვიწრო წრისთვის და ძალიან დიდი მას არ მოიცავს როგორც ის პირველი სამი რაც ჩამოვთვალე მაგრამ იცის ისეთივე ანადგურებს ხო ემოციურად დამოკიდებული რაღაც თუნდაც აი ვარჯიში ხო ჯანსაღი წესია და პირიქით ჩვენც ვიყენებთ ამ გამოჯამთელების პროცესში ვარჯიშს მაგრამ არიან ადამიანები რომ უკვე იმდენად ჩართულები ხდებიან ვარჯიშის პროცესში რომ იზიანებენ ჯამთელობას მაგრამ ვერ ჩერდებიან ეგეც უკვე დამოკიდებულებაა ანუ ყველაფერი ის რაზეც მე ვიწყებ უაზროდ მოხმარებას ასე ვთქვათ ნებისმიერი რამის ჩემთვის საზიანოა და მე ვერ ვჩერდები ანუ არას ვერ სტოპი არა მაქვს ის უკვე პრობლემა ხდება კი სხვათა შორის აი ესე რომ კლასიფიკაცია რომ გავაკეთოთ არსებობს ბიოლოგიური ადიქციები რომელიც არის ძირითადად ბულიმია ანორექსიის კონტინიუმია ანუ კვებითი უამრავნაირი ის არის აშლილობა რომელიც შედის ადიქციების ჯგუფში და აი თქვენ შერო თქვი ჯუნა ვარჯიშზე იქ არის ჯანსაღ კვებაზე დამოკიდებულება და ხანდახან ვიფიქრობ რომ რა გაგაგიჟებს რა მნიშვნელობა აქვს ახლა თუ იმაზე ისე გაგიჟდი რომ გრამი წონა სასწორი მაცივარზე გაკრული მაგით იღვიძებ მაგით იძინებ ესე კი არ ცხოვრობ ესე მარტო ხარ იმის ანგარიშში კალორიების და გრამების და ორტორექსია ქვია ამ დაავადებას ანუ რეალურად ნებისმიერი რამე შეიძლება ადამიანისთვის გახდეს დაავადება ეს ბიოლოგიური მეორე არის ქიმიური არის თამბაქოდან დაწყებული ალკოჰოლი დამთავრებული ნებისმიერი საფთიაქო იქნება თუ რა ვიცი რაც გნებავთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება რომელიც დღეს არის საკმაოდ დიდი ამ ბაზარზე არის საკმაოდ დიდი შემოთავაზება სამყაროსგან მოდი ესე თუ ვიტყოდი სამწუხაროდ მეორე და მესამე ეს არის ქცევითი ადიქციები ეს ქცევითი ადიქციები არის კიდე იმხელა ქოლგის ქვეშ რომ ცალკე გადაცემა კი ცალკე დისციპლინა ამაში შედის ინტერნეტი დამოკიდებულება თუ ყიდვის მანია თუ ხეტიალის მანიები თუ კლეპტომანია თუ აი ნებისმიერი აკვიატებული ქცევა რომელიც ადამიანს მათ შორის ობსესიურ კომპულსიური აშლილობაც კი გარკვეულწილად ამაში შემოდის და ლაპარაკი არის იგივე შოპოგოლიზმი ინტერნეტ ყიდვები გაყიდვები აი ნომოფობია მობაილ ფონ ფობია არის დღეს რომელიც მობილურზე დამოკიდებულება ისეთი სელფზე დამოკიდებულება საკუთარი სურათების გადაღებაზე მე არსებობს პლასტიკურ ოპერაციებზე დამოკიდებულება და რასაც გნებავთ მოკეთ ხანდახან და კიდე ცალკე ბლოკია სექსუალური ადიქციები რომელსაც ჯობია არ შევეხოთ იმიტომ რომ ის კიდე რაღაცა სექსოლოგიის ნაწილია და შორს აგვიყვანს ეხლა მთელი ჩამოთვალოთ იმხელა სპექტრი ამ ხო და არიან ემოციურად დამოკიდებულები აი სიყვარულზე თუ ცალკე ჩვენ ვისაუბრებთ არის თუ იქნება ამის საშუალება რამდენი ტიპის სიყვარული არსებობს და იგი ადიქტური სიყვარული როგორ რა ფაზებს გაივლის ძალიან საინტერესოა როგორ ამოვიცნოთ ეს ჩვენს თავში მოდი საინტერესოა იცით ეგ მინდა და მეკითხა თქვენი აზრი რომ აი როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ხო ჩემი აზრითაც და შენი აზრიც ძალიან საინტერესოა ჯუნა შენ კონსულტანტი ხარ საკმაოდ წარმატებული და უამრავი ადამიანი მოდის უკვე ზენში საკმაოდ სახელგანთქმულია ეს ჩვენი ცენტრი ერთიც მე ძალიან ვამაყობ და ძალიან მიხარია და მინდა ვთქვა ესეთი რამე რომ აი ჩვენ სხვაში ვხედავთ პრობლემას ყველაზე ადვილად ხო შენ რაღაცა გჭირს ახლა მე არა შენ ეს ამ ნიშნულოვანია რომ ხშირად ჩემ პრობლემას ვხედავ იმ სხვაში უფრო კარგად ვიდრე სინამდვილეში ის სხვას რა პრობლემაც აქვს ანუ მე მივაწერ მას პროექციას ვაკეთებ თვითონ ადამიანმა როგორ შეიძლება ამოიცნოს და მე ვიტყოდი ესეთ რამეს რომ საერთოდ ნარკომომხმარებლის და ადიქტის ფსიქოლოგიური პორტრეტი რო გამვიხილოთ ძალიან გავს მოზარდის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ანუ მოზარდი როგორია დაბალი თვითშეფასება აქვს მას აქვს პრობლემები საკუთარ გარეგნობასთან ეგო იდენტობასთან რომელ ჯგუფში მოხვდება ვისთან იქნება აღიარებული ვთქვათ საკუთარი თავი არ მოწონს ეძებს ავტორიტეტებს თავისივე ასაკის ან 1-2-3 უფროსებთან
მოკლედ თვითშეფასება, მერყეო, ფიზიოლოგია ყირაზე დგას, ყველაფერი ყირამალა უდგას მოზარდს და აი ეს მდგომარეობა ძალიან გავს ადიქტის მდგომარეობას და ხშირად მინახავს ადამიანის 60 წლის ასაკშიც თითქოს ჩარჩენილია იმ მოზარდობის ასაკში, რომ ვერ ხდება მისი განვითარება, ანუ იქცევა ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა 15, 16, 17 წლის ასაკში. რამდენად შეუძლია მას თვითონ ამოიცნოს? საერთოდ გიფიქრია მაგაზე? აი ხა თქვენ საუბრობდით მოზარდის იმებს რო ასახელებდით რა, რაღაცა უცბად დამავიწყდა რომ მოზარდზე საუბრობდით და პირდაპირ დამოკიდებული ადამიანის იქცევები როგორ უნდა ამოვიცნოთ, მაგრამ თვითონ ადამიანს მარტოს ჩემი აზრით ფაქტიურად შეუძლებელია რომ თვითონ ამოიცნოს, რა ძალიან სადღაც შეიძლება ერთეული შემთხვევები არის, მაგრამ ესე ხა მე რასაც უყურებ ჩემი პატარა გამოცდილებით პირიქით, ხო ეს უარყოფის სისტემა მოქმედებს ძალიან ძლიერ. ეს უარყოფი სისტემა არის სულ ადამიანი არის პირველ რიგში თავის პრობლემას ვერ ხედავს, ესე რომ ვთქვათ, მარტივად რა. ანუ არის რომ ვერთობი, მეც არ მაზიანებს, ან ადამიანები ანაცვლებენ, რომ არ არის კონკრეტულ ერთ ნივთიერებაზე დამოკიდებული, ან რაღაცა ნემზე, ან ალკოჰოლზე, აი ეს სულ ჩანაცვლებით, ხან იმას მოვიხმარ, ხან ამას მოვიხმარ, მე პრობლემა არ მაქვს. აი შეხედე მაგალითად ვიღაცა, რა ვიცი, ვიღაცა სახელი მოვიზურა, რა დღეშია, ხო? იქ დადის, იქ სვავს, რას გავს, როგორ გავს და ამისგან ანუ მინიმალიზაციას ახდენს თავის მოხმარებას. მე ძალიან ცოტას მოვიხმარ, ან რაღაც საუკეთესო სასმელს ვსვავ და ჩამოსასხმელ 50 თეთრიან არახს კი არა, მაგრამ ემოციურ დონეზე, როცა მინდა მაშინ გავჩერდები ეს პრობლემა, ნუ ეგ არის მთავარი. ემოციური მდგომარეობა ამ ადამიანების არა აქვს მნიშვნელობა რას მოიხმარ, საუკეთესო სუდად ერთნაირი არის რა, ეს არის რაღაცა ფსკერამდე დასვლა რეალურად მე ესე ხდება, მაგრამ სანამ ეს ფსკერამდე ეს ფსკერის განმარტებაც ხო ძალიან ისეთი არის რა და ინდივიდუალური და სამწუხაროდ სიცოცხლეში ძალიან ცოტა ადამიანი ხვდება სანამ ცოცხალი რომ ფსკერამდე დავიდა, იმიტომ რომ ამის აღქმის უნარიც იკარგება, ანუ შიში ქრება, რომ ეს არ დამემართება. აი ჩემს გვერდზე რა ვიცი, მეგობარი მოკვდა სიტყვაზე ხო ვიღაცის ახლა ყვება ადამიანი, მაგრამ მე ეს არ დამემართება არა და ნუ ერთად მოდიან, რატო არ დაგემართება. ანუ ესეც აი გაქცევა ალტერნატიული რეალობის შექმნა რა, რომ მე სხვანაირი ვარ. ეს ძალიანძლიერად მოქმედებს და ეს უარყოფის სისტემის დანგრევა არის მოკლედ საერთოდ ამ უარყოფის დანგრევა არის ერთ-ერთი მთავარი საწყისი იმისა, რომ დაიწყოს ადამიანმა გამოჯამრთელება რა. ამოცნობა მაინც ვფიქრობ, რომ გვერდიდან, რა თქმა უნდა, უფრო კარგად ჩანს. როგორ უნდა მიახვედრო აი ეხლა სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი, იმიტომ რომ ძირითადად ადამიანები აი მოდიან, ხო, мотиваცია არის გარე უფრო არსებობს, გარე мотиваცია, ოჯახი, იქ უკვე ცოლთან პრობლემები აქვს სერიოზული, ან იქ ფინანსები აღარა აქვს, იქ ოჯახმა რაღაცა იმას ქნა და ნუ აი იმათი ხათრით მოდის. თვითონ თლად ვერ ხვდება, რომ აი იმათ აწუხებთ რაღაცა, თორე მე დიდათ არაფერი არ მაწუხებს რა. და აი ამიტომ შეიძლება მოვიდეს ადამიანი ჩვენთან დაიწყოს პროცესი და ნუ ხდება რა თქმა უნდა შემთხვევები რომ ეს გარე мотиваცია შემდეგ უკვე შიდა мотиваციაში გადადეს უკვე ხედავს ხო აი შემოდის უკვე რა თქმა უნდა შეიძლება ვერც მაგრამ არის აი მაგიტო ეს ჯგუფური თერაპია ძალიან ეხმარება იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ რომ ის პრობლემები ის ემოციური მდგომარეობა ის რაღაცა ფიქრები მარტო მაგათა აქვს და მეც არავის არ აქვს რა და აქ ჯგუფური თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია გამოჯამრთელების პროცესში ზუსტად მაგიტო რომ უცბად ადამიანი ხედავს რომ მისთვის უცხო საერთოდ სხვა კლასის წარმომადგენელი ყვება იგივეს რაც თვითონ გადახდა თავს რა და ეს იდენტიფიკაცია რო ხდება მე ადამიანები ხვდებიან რომ რაღაცა მარტო არა ვარ რაღაცა ხდება მეც ხო არა მაქვს იგივე პრობლემა და აქ უკვე იწყება ამ უარყოფის სისტემის ნგრევა ასე ვთქვათ რა ეს ხოთა შორის მართლა ძალიან ინდივიდუალურია ეს ფსკერი საერთოდ ადამიანი თუ არ წაიქცა ისე მისი ადამიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხო თუ არ შეეშალა ზოგს გონია რომ შეუმცდარია ყველაფერი იცის და ნუ ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა საერთოდ
რა ვიცი, მე არ ვისურვებდი. აი ეს შეცდომა გაადამიანებს, ის წაქცევა, ის პირი რომ დავიმტრე, მაშინ დავფიქრდი პირველად რაღაცაზე. სხვა შემთხვევაში ადამიანი არ ფიქრობს. აი ამ რბოლაში არის დარბის რაღაცა და მერე ჩვენი мотиваცია ერთ-ერთი არის სიამოვნებისკენ სწრაფვა და მეორე ბევრი мотиваცია გვაქვს, მეორე არის უსიამოვნებისგან გაქცევა. უსიამოვნებისგან გაქცევა, ბატონო, არის ის რომ რაღაცა იშოვება და იპოვება და ვიღაცა არის მაგალითი რომ აი ის ვთქვათ პირობითად ამას აკეთებს და ბჭყალებში კარგად არის და ასევე სიამოვნებისკენ გაქცევაც ესეც არის სრულიად დაკმაყოფილებული თავიდან რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ ეს ჰედონისტური ტენდენცია რომ აი ჩემი სხეულის სიამოვნება არის მთავარი ნახეთ რა დადგება აი ამ პირამიდის თავში რომელსაც ქვია იერარქია ღირებულებათა ის აუცილებლად მომიყოლებს ის ჯანსაღი ცხოვრება იქნება თუ რაც იქნება აი თუ იმაზე მოხდა ფიქსაცია ზოგიერთ რამეზე ანუ ჩვენ ის რომ იცხოვროს ადამიანმა ძალიან მნიშვნელოვანია შეცდომა დაუშვას ჩემი აზრით და გაანალიზოს მერე ეს იმიტომ რომ უფრო მეცაც ვიტყვიცით სარკეში რო არ ვიხედებოდა ჩვენ თურმე ერთი თვე რო არ ჩავიხედოთ და საკუთარ თავს ვეღარ იცნობ. და ამ დროს თითქოს ხო საკუთარ თავზე ყველაფერი იცი და სინამდვილეში კითხვებს უსვამენ, ვინ ხარ, როგორი ხარ, რა გინდა, რა შეგიძლია და რა გჭირდება, ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. და მაშინ საიდან იცნობ შენ თავს? და ნახეთ, მე გაურბივარ ჩემ თავთან ურთიერთობას, ჩემი თავის შეცნობას და გამეცადინებული ვარ სხვის ლანძღვა, გინება, განკითხვაზე, რომ აი და არა მარტო ადამიანების, არამედ სიტუაციის, სოციუმის, რა ვიცი, ყველაფერს გარეთ, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული საზოგადოება არსებობს, ვართ, რომლებიც სუსხვის იბრალია ყველაფერი. ანუ უარყოფ ჩემ პრობლემას. და ნახეთ, აი აქ ერთი ესეთი რამე მგონია მე, აი როგორც მოთამაშის, ისევე იმის ნარკომომხმარებლის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გამოცდილება. ეს გამოცდილება გვამახსოვრდება როგორც პოზიტიური გამოცდილება. მაგალითად, პირველი მოგება მახსოვრდება როგორც შესაძლებლობა და პირველი, ვთქვათ, ეს მიღებული სიამოვნებაც მამახსოვრდება როგორც რაღაცა დიდი სიამოვნება. ამის მერე მამახსოვრდება რა, რომ ვთქვათ, რაღაც პერიოდი აღარ მოვიხმარდი, აღარ ვთამაშობდი და ანუ რა გავიაზრე? შემიძლია ესე იგი. თუ შემიძლია, რა პრობლემაა, როცა მინდა მაშინ ვიზამ. ნახეთ, როგორი დაცვითი მექანიზმები შემოდის, რამდენი ტყუილი შემოდის ჩემში, რომ ესე იგი მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ეს თავისუფლების ეს ტიგა რასაც მინდა იმას ვიზამ და თან განსხვავებით სხვებისგან მე შემიძლია, რომ აი ვთქვათ 2-3 თვე არაფერი არ გავაკეთო. და მაშინ მე ესე იგი პრობლემა არ მაქვს. აი მერე როდესაც უკვე აღმოჩნდება ერთ უბედურ დღეს რო გაიღვიძებს და აღმოჩნდება რომ ამის გარეშე არ შეუძლია, მერე უკვე არის სწორედ დაავადება ფორმირებული. მანამდე არის პრე-სიტუაცია, ანუ როდესაც ადამიანი თითქოს ეთამაშება თავის თავს და თავის ცხოვრებას და შეიძლება პირველივე გასინჯვა აღმოჩნდეს ლეტალური ადამიანი, პირველივე გასინჯვა აღმოჩნდეს დამღუპველი და დაიღუპოს ადამიანი. ან იგივე დიდი გამოჯამთელების გზაზეც პირველი ჩავარდნა გახდეს ადამიანისთვის სერიოზული პრობლემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გააზრება, რომ მე არ შემიძლია ამასთან გამკლავება. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც უნდა ალბათ საკუთარ თავისკენაც გაუშვათ და სამყაროში, იმიტომ რომ აი სტრესს აქვს 4 ფაქტორი. რო ავიღოთ 4 ფაქტორიანი. პირველი არის, როდესაც მოულოდნელია ხო რაღაცა რომ. მეორე, როდესაც მე ეს გამოცდილებაში არ მაქვს. მესამე, როდესაც მე მგონია რომ ამას მე თვითონ ვერ ავწევ ამ პრობლემას და მეოთხე თუ ამუშავდა რომ ჩავიკეტე და არავის არ ვთხოვე დახმარება, ამით ადამიანი კვდება. ეს არის ლეტალური უკვე. ნახეთ, მე მგონია რომ ამას მე ვეღარ უშველი და არ ვითხოვ დახმარებას. აი ეს მოვითხოვოთ დახმარება არის უმნიშვნელოვანესი, რაც ჩვენი ადამიანურობის საზომია. იმიტომ რომ აი ეს რომ მე ვთქვათ მერიდება, ეს მერიდებას დაცვაა, ხო? ეს არის ჩემი დაბალი თვითშეფასების გადაფარვა ამით. აი მე თვითონ ვიზამ. კი, თვითონ ვიზამ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ
აი როდესაც ფსკერზე აღმოჩნდება ადამიანი, ის თუ ჩაიკეტა, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ მას ძალიან სერიოზული შველა ჭირდება, აი როგორც რა ვიცი, სახარებაში არ ეგეთი მომენტი საკაცით ჩაუშვებენ 4 კაცი, იმიტომ რომ მას აღარ შეუძლია სიარული. მას რომ ეს 4 კაცი არ ყოლოდა, ის ხო ვერ გადარჩებოდა. და ესეთი ადამიანები არის უკვე მნიშვნელოვანი ჩვენი სოციუმი, ჩვენი ვთქვათ, იგივე ოჯახი ზოგჯერ არის ისეთი დაზიანებული, რომ მას აღარაფერი არ შეგვიძლია, დისკრედიტირებული, აღარაფერი აღარ გჯერა, აღარ უსმენ, აი გო ტვინის ბურღვას ეძახიან ლაპარაკს, იმიტომ რომ გაუთავებელი შენიშვნები და დადანაშაულება, მერე ხან ეფერები, ხან ლანძღავ, ხან ეჩხუბები და იმდენად არაადეკვატურები ვართ, მერე რომ იქ დისკრედიტაცია სრული მიდის. და აი გჭირდება დახმარება და ამ დახმარებაში ამ დროს აი აღმოცენდება ესეთი ადგილები, როგორიც არის ზენი. და ეს არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ მე ამაზე სულ ვოცნებობდი, რომ მაშინ, როდესაც ციხეში მუშაობდი, მაშინ, როდესაც მსოფლიოში ბევრგან, ევროპაში ბევრგან ყოფილა სარეაბილიტაციო ცენტრებში და აი ხედავდი, როგორ მუშაობდნენ იქ და მათ შორის ბევრი ჩვენი თანამემამულეც მინახავს ისრაელის ციხეშიც და იგივე სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრებში, აი მართლა ვფიქრობდი, რომ თუ როდესმე დადგება ეს დრო, რომ ჩვენთან პირველ რიგში ალბათ სახელმწიფომაც უნდა აიღოს თავის თავზე, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, პატარა კუნძულები ამ უდიდეს პრობლემას ვერ გადაწყვეტავს. აი ამ შველაზე მინდა რომ ვთქვათ, როგორ ამ შემთხვევაში თვითონ უძლური ადამიანი და მას რას ვაკეთებთ ჩვენ გარემოცვა. ერთ თემას შეეხეთ ეხა თქვენ და კი, ბევრ თემაში. გამიჩნდა ის, ანუ პირველ რიგში 12 ნაბიჯის პროგრამა რო არის რა, მისი ფილოსოფია არის ეგეთი, რომ ადამიანი უძლურია, რომ თავი რაზეც დგას რა, დამოკიდებულების წინაშე. დამოკიდებულების წინაშე და არა კონკრეტული რაღაცა ნარკოტიკის და იმის წინაშე. რა ეგეც ამას იმიტომ უსვავ ხაზს, რომ ისევ ჩვენი საზოგადოებისთვის რომ ნებისმიერი მოხმარება არის უკვე შედეგი, რაღაცის შედეგი დადგა რა და აქამდე ხო ჩვენთან იყო შედეგის მკურნალობა მიდიოდა რა. შედეგს მკურნალობდით, მაგრამ პრობლემა რჩებოდა რა და დღეს მადლობა ღმერთს, რომ ეს პატარ-პატარა კუნძულები რამდენიმე გაჩნდა საქართველოში და ნუ ალბათ პირველი ნაბიჯებია და ნელ-ნელა უფრო რაღაც ფართო მასშტაბის გახდება ეს და სახელმწიფოც იმედი მაქვს, რომ ჩაერთვება ამ პრობლემის რაღაც, თორე ისე ძალიან რთული იქნება მარტო რაღაცა რამდენიმე ადამიანის ძალით ამასთან გამკლავება, იმიტომ რომ ძალიან დაუმთავრებელი თემა არის ჩემი აზრით, ანუ ბოლო ამ თემას არ აქვს, ხო, ნელ-ნელა რასაც უყურებს, სულ რაღაც ახალი ხდება და სულ რაღაც ახალი არის საჭირო, რომ განვითარდეს და პრევენცია და ასე შემდეგ. ხა შორს აგვიყვანს მაგას საუბარი, ამიტომ არ გვინდა გავაგრძელებ იმით, რომ ეს უძლური რო ადამიანი და დახმარება ჭირდება, ესეც არის პირველი ნაბიჯი არის ხო გადადგმა და დახმარების თხოვნა არის ყველაზე რთული დამოკიდებული ადამიანისთვის, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ თვითონ შეძლებს, თვითონ მოახერხებს. აი ეს ილუზია, ეს თავდაცვის მექანიზმი კარგად არის ჩამოყალიბებული დამოკიდებულ ადამიანში, რომ მე, აი თქვენც ახსენეთ, რომ რაღაცა 2 თვე ვიყავი ისე არაფერი არ მომეხმარება რა პრობლემა მაქვს. ახლა ისევ დაუბრუნდი, მაგრამ როცა მინდა გავჩერდები რა და აი ამ თავის მოტყუებაში და ნუ თავდაცვის მექანიზმით ცხოვრობს ეს ადამიანი და ნელ-ნელა როგორ ინადგურებს თავს, უკვე თვითონ ვეღარ ხედავს რა. ხედავს, მაგრამ ისევ რატო ხდება მერე დოზების გაზრდა თუ რაღაცების მომატება, იმიტომ რომ ის პატარა აღარ ყოფნის გასაქცევად, რაც თავიდან ყოფნიდა, ხო? ანუ რეალობას ვეღარ იცვლის. რეალურად მოხმარება ხო რეალობიდან გაქცევა და ალტერნატიული რეალობის შექმნა არის შენსაში, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ უცბად აკრობ ამ პრობლემას და აგროვებ გვერდზე დებ რა. სხვათა შორის ერთ-ერთ პრობლემად დაწყების არის უსიყვარულობა, აი რაღაცა იმაზე ექსპერიმენტები იყო ცხოველებზე გაკეთებული ესეთი და ის ვინც მაშინვე მოაშორეს მშობელს, ახალ ნამშობიარე მშობელს და გადასვეს ცალკე გალიაში, ის უფრო მოწყვლადი იყო, თქვათ, უფრო დაჩაგრული იყო და დაჩაგრულობის გამო მას იმ სოციუმში რა სოციუმში სვამდნენ ბევრად უფრო მეტი
ის პრობლემა ქონდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ხდებოდნენ ისეთი აგრესიულები, რომ კაცი ჭამიებად იქცეოდნენ. უსიყვარულობა პირდაპირ კავშირში არის ერთი ტრავმები ბავშვობის და მეორე უსიყვარულობა, რომელიც ახლა ჩვენ ქართველებს თითქოს ხო ესე არ გვესწავლება, ხო ახლა ყველა დედა გადარეულია თავის შულზე, ყველა მამას უყვარს და შესაბამისად გვიყვარს, მაგრამ რაღაც არის ისეთი, რაც ძალიან ხშირად მიფიქრე ამაზე, რაც მე მგონი გვეშლება ჩვენ, რომ ეს სიყვარული არის ადამიანის დანახვა. ჩემი აზრით, როდესაც მე შენ გხედა, მე შენი მესმის, მე შენ გრძნობ, პიროვნებად გთვლი, გეკითხები, გეკითხები იმასაც გეხება ალბათ და რაც შენს ასაკობრივ ზონაში შეიძლება არჩევანის საშუალებას გაძლევ და ინფორმაციას გაწვდი. და ვარ გულწრფელი. იღებ ისეც როგორიც ხარ. ხო, რაღაცა ეს უპირობო არის ძალიან მაკურნებელი საერთოდ ადამიანისთვის და მაპატია რომ დაუბრუნდი ისევ იმას, მაგრამ ხა გამახსენდა უცბად რომ ეს თითქოს ისეთი მოსიყვარულე ხალხი როგორიც ჩვენ ვართ, ხო, ცოტა ამ სამყაროში მართლაც ერთმანეთის ჭირში, ხინში, მაგრამ რაღაც ყველაზე მეტად პროცენტულად ჩვენ გვაქვს ახლა ეს პრობლემა, რომ გადავხედოთ იმას ამ დედამიწას, ხო, შეიძლება სხვა პრობლემა აქვთ, ხო, მოდი ვერ გავეკიდებით, მაგრამ ეს დამოკიდებულების პრობლემა და რაღაც ეტყობა არის შეცდომა ისეთი კიდე რაღაც ძირში არის, რაღაც ფუნდამენტში ხდება ისეთი, რაც გვეშლება ჩვენ უფროსებს და მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც გამოჯანმრთელების პროცესში ჩართვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოზიცია, რომ დაიკავოს ადამიანმა, რომ მის ადამიანურ უნიკალურობას პატივი სცეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. ჩემი აზრით, იცი, ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე, იმიტომ რომ საერთოდ რაღაც ჩემი პირადი თემაც ამაზე მაქვს გაკეთებული და მართლა ხშირად მიფიქრია, რომ რა არის ეს თავიდან ბოლომდე ადამიანის რა მდგომარეობა, სულის რა მდგომარეობა, 4 განზომილებიანია, ხო ეს დაავადება ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი. 4-ვე განზომილება არის ჩართული და დაზიანებული და რამდენად მნიშვნელოვანია აქ მკურნალობა როგორც ბიოლოგიურ დონეზე, ისე ფსიქოლოგიურ, ანუ ფსიქოთერაპია, ისე სოციალურ, ანუ გარემოს რაღაც დამოკიდებულებების შეცვლა და სულიერი აუცილებლად. ხა ვისთვის რა არის სულიერი, მოდით ამას არ გამმარტავ, მაგრამ რომ სული ზიანდება ფაქტია. იმიტომ იცი რამდენჯერ მიფიქრია, რომ თითქოს ეს დრაივი, რასაც ქვია, ეს ლტოლვა, რაღაც არაბუნებრივ ძალას აძლევს ადამიანს. აბსოლუტურად არაადეკვატურს ხდის მას. რაღაც თითქოს მართლა შეპყრობილობა, ეს სიტყვა ობსესიურობა, ხო? ყველაზე მეტად შეესაბამება ამ ადამიანს, რომელსაც აქვს ლტოლვა. გვირაბს ვეძახით რა, ადამიანი გვირაბშია, ანუ აქეთ-იქით ვერაფერს ვეღარ ხედავს რა. მარტო ბოლო იქ თავის დანიშნულების ადგილი არის, ვინც ვისთვისაც რა არის ეს მოხმარების გამოვლინება, ანუ თუ თამაში უნდა, მარტო თამაშს ხედავს. ყველაფერს გააკეთებს, რომ იქამდე მივიდეს რა. გარშემო შეიძლება უამრავი რამე მოხდეს, მაგრამ იმის ხედვა აღარ აქვს რა. შეპყრობილია პირდაპირ ამითი რა. ეს 4-ვე ასპექტი, ბოდიში რო გაგაწყვეტინეთ. ეს 4-ვე ასპექტის მოწესრიგება არის აუცილებელი რა. ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი, რასაც ჭირდება, რა თქმა უნდა, თერაპია, ჩართულობა, პროფესიონალების სხვადასხვა მეთოდები არის, ხო, ჩვენთან კოგნიტურ-ქცევითი მეთოდი მუშაობს ძალიან კარგად დამოკიდებულ ადამიანებთან. ჩვენ ვიყენებთ 12 ნაბიჯის ფილოსოფიას, art თერაპია, ასევე mindfulness-ის ტექნიკები. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ადამიანს, რომ ეს 4-ვე ასპექტი, რა თქმა უნდა, ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ხო, ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ადამიანს, რომ ნელ-ნელა ეს 4-ვე ასპექტი მეტნაკლებად მოიყვანოს წესრიგში, რომ ცხოვრება შეძლოს ნორმალურად რა და ნამდვილი თქვენ თავისუფლება აღწენეთ წეღან, რომ ნამდვილი თავისუფლება როდის არის, როდესაც
შენს სურვილების წინააღმდეგ მიდიხარ და არა ხარ მონა შენი სურვილების და არ ხდები შეპყრობილი რაღაცით, ხო, რაღაცა მოვიდა სურვილი, ცოტა ცხოველური ის არის, ხო, რა განგვასხოვებს ჩვენ ადამიანებს ცხოველების გამო შეგვიძლია წესით, უნდა შეგვეძლოს ჩვენი ქცევების მართვა, ხო? აქ ქცევების მართვასთან უკონტროლო არის ჩვენი ცხოვრება, რაც თავარია, დამოკიდებული ადამიანის ცხოვრება არის უკონტროლო ხდება და უკონტროლო ანუ არის უძლური დამოკიდებულების წინაშე და მისი ცხოვრება არის უკონტროლო. აი ამ თავისი ქცევების კონტროლს რეალურად სწავლობს რა, შრომით არ ხდება ერთ წამში ეს ამბავი, ცოტა დრო ჭირდება, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია და ნამდვილად ეხა ჩვენი გამოცდილებაც ის არის, რომ ნუ აი მკვდარი მოსულა ადამიანი რა და როგორ ნელ-ნელა ჩვენ თვალწინ ცოცხლდება და საერთოდ სხვა ადამიანი ხდება რა და სასწაული პროცესია ნამდვილად აი რაღაცა ახალი ადამიანის დაბადებას უყურებთ ხოლმე რა და თურმე რა ბრილიანტია შიგნით თურმე რა იმალება საოცარი თითქმის ადამიანი ყველაში ძალიან აი მე თუ მკითხავთ 95% არის შიგნით იმალება ბრილიანტი ნუ ის 5% ეხა არის სამწუხაროდ ისეთი რომ არაფერი არ შველის ჯუნა ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ და თემაც სხვა დიდი მოუწურავია, მადლობა, მაგრამ თქვენ. ეს მეტაფორა გვირაბის ძალიან საინტერესო იყო. მართლაც ეს გვირაბულ აზროვნებას ხდის და აი იმ გვირაბის სინათლე ჩანს და ეს სინათლე არის ესეთი ეს კუნძული, რასაც მე ზენს ვეძახი, თავიდანვე კუნძული დავარქვი მას, როდესაც აქ მოვხვდი, იმიტომ რომ ეს არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია საკუთარ თავს შეხვდე და საკუთარ თავთან შეხვედრის საშუალება ჩვენ კონძულს მიიღება ნაკლებად გვაქვს და საკუთარ თავს შეხვდე, სარკეში ჩაიხედო, იდენტიფიცირება გააკეთო სურვილების, მოთხოვნილებების, ფიქრების, ემოციის გამოდიფერენცირება, დაფიქრდე აი ამ დაცვით მექანიზმებზე, უარყოფაზე, ამ ყვილზე, რაშიც ცხოვრობა, აი ბაბლი რო გაქვს რაღაცაში რო ხარ გახვეული და დავადგეთ ყველანი გამოჯამრთელების გზას მეც ყველა მათგანთან ერთად მინდა რომ ამ გზაზე ვიყო, იმიტომ რომ საერთოდ არ ვთვლი რომ მე რამით შეიძლება გამორჩეული ვიყო მათგან და დიდი მადლობა მათ. ბევრი რამე მასწავლა ამ ადამიანებმა და ჩემი აზრით მათთან ერთად ვიზრდები და შეიძლება ითქვას რომ ამ გზაზე ვარ და აი ეს სინათლე არის სწორედ ეს ადგილი და მე ამიტომ რაღაცნაირად ყველა იმ ადამიანს ვისაც უჭირს და ვინც ფიქრობს რომ საშველი არ არის რომ გაიხსენოს რომ არსებობს ესეთი ადგილი რომელსაც ქვია ზენი